საკრებულოს წევრებს ანგარიში წარუდგინეს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭუნიანმა და მისმა მოადგილემ მათ ტრანსპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, თუმცა როგორც საკრებულოს წევრები ამბობენ, მათი გამოსვლა არ იყო ამომწურავი და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ბევრი პრობლემა დაგვხვდა უამრავი, რა თქმა უნდა, ზუსტად ეხლა ვართ ჩაღმავებული შესწავლით დაკავებული ამ პრობლემების, სადაც სექტემბრის ბოლოს რიცხვებში გვექნება უკვე რეალური სურათი, ამ მიმართულებით სად რა უნდა გაკეთდეს. დღეს ვერაფერზე პასუხი ვერ მოვისმინეთ რეალურად. ერთადერთი პასუხია, რომ გვაცადეთ სექტემბრის ბოლომდე და ამ კვლევებს ვატარებთ, თუმცა ვერ ითქვა, ასე ვერ დასახელა ვინ ატარებს ამ კვლევას, ჯერო არ ჩამოყალიბებულ ვართო. ასეთი სფეროს ხელმძღვანელი ასეთ პრეზენტაციას არ უნდა აკეთებდეს. იმედს დავიტოვებ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის კი ბატონო დავიცდით, რომ ნორმალური ანალიზი და ხედვები იქნება წარმოდგენილი. დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ტრანსპორტის სფეროში ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ, სამწუხაროდ პაატა ჯაჭულიანს და ვიცე-მერ მარგიშვილს ჯერაც არ აქვთ წარმოდგენა პრობლემებზე, ჯერაც არ აქვთ პასუხები, მათი განცხადებით ერთ თვეში იქნებიან ისინი მზად ისაუბრონ სფეროს შესახებ, შესაბამისად დაველოდებით